Სირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენი განსაკუთრებული ბატონი ვალერი გელბახიანი, დიდი მადლობა ბატონი ვალერი. იმდენად საინტერესო სტუმარი ხართ ახლა თან ისეთი პერიოდია რომ აი თქვენი სფერო არის ძალიან აქტუალური. აი ეს ბოლო რამდენიმე წელია უკვე რომ თქვენი სფერო აქტუალურია ადვოკატი ბრძანდებით და დღეს საქართველოში ადვოკატებს სულ საქმე აქვს. გადაცემის სპონსორია ესენსი. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. დაგვასაქმეს. მაგრამ ვიცი რას ვერ ხვდები რომ გავიგე ახლა პოლიტიკურ პროცესს აი ადვოკატებს რა აქვს ფუნქცია რა აქვს დღეს ადვოკატებს თუ იციან რომ განაჩენი მაინც არასასურველი არა ზოგიერთი აი პროფილის საქმეებია სადაც ადვოკატი მიდის მაგრამ წინას არის შედეგი ანუ ფორმალურად ახლავს აი როგორც პროცესუალური მხარის წარმომადგენლობითი დანამატი ხო მაგრამ არის საქმეები, სადაც ღირს უკვე საადვოკატო მონაწილეობა და ადვოკატის პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, საქმეში არსებული ხარვეზები, წარმოჩინება და ესეთი, როგორ ვთქვა, საადვოკატო სცენარის განხორციელება შესაძლებელია დღევანდელ სასამართლოში. დღევანდელ სასამართლოში, ანუ თუ არა რა თქმა უნდა პოლიტიკურ საქმეებს თუ არა, პოლიტიკური არც კი განიხილება, ანუ ეს რაღაცა ჩვეულებრივი არსებითი აი მაგალითად 20 ივნისის დაკავებებში დაახლოებით 8 ადამიანს ვიცავდი, ესე უანგაროდ, არავითარი პირადი მოტივები არ გამაჩნდა. ხო, მაშინ ახალი ხილი იყო ეს ადმინისტრაციული დაკავებები და უმრავლესობა გაუშვეს ჯარიმის გარეშე. იმიტომ რომ პოლიციელები რომ მოიყვანეს დაკითხვა და ვერ ახსნეს რაში იყო მათი კანონიერი მოთხოვნის არსი, ხო? იმიტომ რომ პოლიციელი ფორმა ხო არ არის მარტო კანონი აქვს მას და კანონი არ იცის პოლიციელმა და რო ეკითხები, აი კანონი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლები, სად მთავრდება ვერ გპასუხობს. არ იცის. აი რომ დავენახა მოსამართლემ რომ ცოტა არ იყოს გაიჭე და ხო, მე ვეღარ წავიდა უპროგრამად და ჯარიმაც კი არ დააკისრა ზოგიერთ. ნახევარს კი ჯარიმები დააკისრა. მაშინ შესაძლებელი იყო რომ ადვოკატზე ყოფილიყო რაღაცა დამოკიდებული, მაგრამ მე ეს ისეთი კონვეიერული ასე ვთქვათ ხასიათის ის გახდა. ქარხანა ცეხი. იცი რა უნდა გითხოთ, აი ცრუ მოწმის ფენომენი რა არის? აი ცრუ რა აი ხო, ეგ ცოტა კურიოზია რა იცოდეთ, იმიტომ რომ რაღაცა დასაქმებული ადამიანები არის მე ვფიქრობ რომ ეს პრაქტიკაში, სასამართლო პრაქტიკაში არის ასე რომ თუ სასამართლოში მიცემული ჩვენება ითვლება ჩვენებად, რასაც ჩვენება ქვია და გამოძიებაში კიდე გამოკითხვის ოქმი, ანუ ჩვენება არ არის, მას შესაძამე გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ არის ცრუ ჩვენება თუ სასამართლოში არ დაემთხვევა სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. ანუ სწორია სასამართლოში მიცემული ჩვენება. მაგრამ ეს რომ აიბურდა ასე ვთქვათ ერთმანეთში რომ უკვე დაჭერები დაიწყეს ვიდრე სასამართლო ჩატარდება ცრუ ჩვენებისთვის შეიცვალა მუხლის რედაქცია დაემატა ცრუ ინფორმაცია. ეგ რას ნიშნავს? ეხლა ჩვენებისთვის არ იჯება ინფორმაციისთვის იჯება. ანუ ვიდრე შეიძენს ჩვენება მტკიცებულების სტატუსს მანამდე ვერ იჭერ, ვერ აკავე, ვერ დებბრალს. ახლა გაურთულა ამ საკანონმდებლო ასე ვთქვათ პროცედურა გამოძიებას საქმე და შემოიღო ახალი სტანდარტი, ცრუ ინფორმაცია. ამით უკვე სასამართლოს გარეშე იჭერს ჩვეულებრივ. კანონი მაშინ არის კანონი, როდესაც ის არის სამართლიანი. კანონის განმარტებაც ასეთია, რომ კანონი არეგულირებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებს. ხო. ანუ ზებუნებრივ ინტერესებს არ აქვს. აი მაგალითისთვის რა, ხაბეიშვილის ბრალი იყო ჩემთვის ძალიან არა მარტო თქვენთვის იურისტები. აი თქვენ როგორ შეხვდით აი ამ ღიბილით, რა თქმა უნდა. ღიბილით შეხვდით. ეხლა წარმოიდგინე ახლა თელი ცხოვრება ამ სფეროზე გვაქვს, ხო? დათმობილი. თუ ვინმეს ესმის ამ ასე ვთქვათ პროფილის შინაარსი ყველა მიცის ესა მარტო მე ხო არ ვარ რომ ქრთამის მიცემა არის მატერიალური ქმედება, ანუ უნდა განხორციელდეს ეს ქმედება. აი როცა წაასრებენ ეს არის მცდელობა. აი მაგალითად შენ ხარ თანამდებობის პირი, მოვედი, მოგიტანე ფული და რომ გაძლევ ამ დროს შემოვარდა კონსტიტუციური და დამაპატიმრა, აი ხელში მიკავია ეს ქთა. ეს არის მცდელობა, დამთავრებული დანაშაული არა. ხო და დამთავრებულად ითვლება დანაშაული, როცა გადახდილი გაქვს უკვე. ანუ მიცემული გაქვს უკვე და იმას კიდე შედეგი აქვს. ანუ ის საქმე გააკეთა, რაც შენ
ხსთამის სანაცვლოდ ხო. ეს არის შემადგენლობა, მარტივი ენით საუბრობ, მოსახლეობამ გაიგო. მაგრამ ის რომ ხსთამს მოგცემდა, მოდი ჩემსკენ გადმოდი, ამას კანონი არ ითვალისწინებს არანაირად ისეთ ქმედებად, რომელიც აკრძალულია ან დანაშაულებრივია. არ არის კანონში ესეთი ნორმა. არის ასეთი ნორმა, პროზელიტი ხო გაგიგიათ? ხო. ანუ მაგალითად გადაბირება რწმენის, გადაბირება ხმის და ასე შემდეგ. ხო, ხმის ფულს იხდი. აი მაგალითად არჩევნებია და მოვედი თქვენთან და გეუბნები, ანუ შენ 500 ლარი და ამოდი ხმა მოვეცი. 100 ლარი მომეცი, 100 ლარად ვაკეთებ. 50 ფეშკაში. და შენ ამ ხმის გამო, ამ ფულის გამო მომეცხმა, ეს არის რა თქმა უნდა მოსყიდვა, ხო? ანუ პროზელიტი, ხმის პროზელიტი, პოლიტიკური სარჩულია ხო? ეს შემადგენლობაც არ არის, იმიტომ იმა რა თქვა, მაშინ გადაგიხდო 200.000 თუ ქართულ ხალხს არ დაესმები თავს და ხო, ანუ თუ დანაშაული არ გაკეთო, ფულს გაძლევ რა. ხო, აი თუ ილმოძებნის კოდექსში რომ ეგეთი შემადგენლობა სადმია, ამიწევია ხელები თუ არა და მათ აწიონ ხელები რას სულელი მოიგონ ეს. იმიტომ ხო, ეხა ეგეც ის რომ მაგალითად სამი მოწმერო იყო გედედელი რომ ამბობდა რომ ჩვენ შეურაცხყოფილად ვიგზენით თავი და ამიტომ დაიჭირეთ ეს კაცი. ხო, აი შეურაცხყოფილად მასე შეგიძლია თქვათ რომ მაგალითად რო არ მოგეწონა საჭმელი შეურაცხყოფილად იგზენეთ დაიჭირეთ პოვარი. ხო, დაახლოებით. მარილია. მარილია ყლდა და დავიჭიროთ ხო. აი რა უნდა კითხოთ. 4 ოქტომბერს იყავით გასული. კი. მე მაინტერესებს ყაველაშვილის რეზიდენციაზე თავდასხმა მაინც გადატრიალებად ითვლება? თუ ყაველაშვილზე თავდა. მაგას ესე იგი, დაცვა მაგას არ აქვს, ხობე მაგას არ აქვს. ყაველაშვილს არავინ ეძახის, ყველა სააკაშვილს ეძახის მიხეილს. ხო და არავინ არ აღიარებს და რატო ითვლება მაინც და რახან პრეზიდენტია და მიხეილი ქვია, ასოცირება ხდება სააკაშვილთან და ის იყო პრეზიდენტი. დანარჩენი არც ერთი პრეზიდენტი არ. პრემიერს ეშლება, პარლამენტის თავმჯდომარეს ეშლება, მედიას ეშლება. ხო, მაგრამ ხო ხედავ როგორ ახსნას, მექანიკურად, ის მექანიკური რომ წამოგწდება, ენაზე რომ გაზის, იმიტომ წამოგწდა. არ არის კაი ამბავი. არ არის კაი. არ არის კაი ამბავი. ნუ არ ვიცი ხა რატომ მოხდა, რა უნდოდა თან პრეზიდენტს ახლის, მართლა არ ვიცი. იქ გააკეთა სერიოზული განცხადება ბატონმა მურთაზმა და ალბათ გაშლის ამ განცხადებას. ხო გახსოვთ, ღალატს ჰქონდა ადგილი, არ უნდა ენდო რესურსის მქონე ადამიანი და უნდა ენდო აი თქვენნაირ უფულო წესიერ ადამიანს. მე წავიკითხე ესე რომ რესურსის მქონე ადამიანი, ანუ ისაც რესურსი აქვს, ანუ ალბათ ძალოვანების რესურსი. არ ვიცი, შეიძლება ფულის რესურსი. ან ფული ან რესურსი ბევრნაირი. გაიხსნება ეგ ფრთხილი, მე მგონი არ დაიტოვეს მაგას არც ატაბურჭულა, მაგრამ ახლა გამახსენდა ერთი და მე მგონია რომ შენ ჩემი მოყვარე კაცი ხარ. ხო. ხო და ჩანს რომ არ არის ეგრე რა. რატო? დაუძახე მურთაზის ციხეში აღმოჩნდა. დაუძახე პატას ციხეში აღმოჩნდა. დაუძახე ნადირაძე ციხეში აღმოჩნდა. ლევანის დაუძახე ხაბეჯის ციხეში. ეხა მორიგი ვარ მე თუ რაშია. შეგეშინდა თქო დაგიკეთე. ვიზინას აკლენთან გას 100%-იანი კავშირი. ერთი იყო ძალიან საინტერესო სტუმრობა, ოქრუაშვილი ყავდა ირაკლი, რო გავიდა დაიჭირეს. ხო და აი აქედან რომ გავიდა, კარებთან იდგნენ და დაიჭირეს. ამდენი სტუმარი რომ მოყავს სალცაკე და მე ყველას იჭერეს. მე რა ეს ვიზიტი, ეს მოსა როგორ ჩავთვალო ახლა. მივზადე, მითხარი თუ რამეს მივზადე. მე არ მშვიდობიანად მოგიყვანე. არა, ჩემი ფეხით მივაგე. ხო. არ უნდა, არა, ყველას მივმართავ ახლა მე ნარკოტიკების მომხმარებელი ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ და ნუ აზრი არ აქვს ჩამიდოთ სისხლში და იმაში არ მექნება. აი იარაღის ტარების უფლება მაქვს და არ ვატარებ, მაგრამ ტარების უფლება და უკანონოს რატო ამით ვერ დამეჭერთ. ერთ ცოდვა მაქვს ერთი. ამის შეიძლება აი ჩემი ფეხით მოვიდე და გიღიაროთ რომ დამეჭერე. აი მიშა რო გადავატრიალე. სააკაშვილი? აბა. ხო გადავატრიალე, კაცო 45 დღე გადატრიალებული ხო იყო. ეგ რომელიც ხო გადადგა, შვიდში არ გადადგა? 2007-ში. ხო. 45 დღე ხო გადატრიალებული იყო. ხო, და მაგის გამო გადატრიალება მოგიწყვია. ერთხელ ხომ მაგ გაკეთებული გადატრიალება. ო და ხან არ ვაგე პასუხი მოდი რა დამიჭირეთ და მე მოვიხდი ამვალ სტატუსად და მარტივად. კარგით. ღმერთმა კარგად გამყოფოთ კაცო ხუბლობა იქით იყოს. არა, რაღაცა გლახად დამიზახე.
ცენტი მაინც გაატა. ეს სოდვა მაგდა ჩამოვირეთ ხოლმე. ზოგი სტუმარი პირდაპირ მითიშავს ტელეფონს. აღარ მიგზავნოს. კარგი, გავაგზავნოთ. მიცი რა უნდა კითხო? მოდი არჩევნების თემაზე. ხო, ადევნეთ თვალყური. თვალყურს კი? არა, თვალს კი არა, ყურს არ ვადებ. აი მე რას ხო რაღაცა ეს ბიზნეს ფრაზა იყო საოცარი, რომ აი გავსწორდით წელში. 80% რო აიღეს თუ რაღაცა თუ ზოგან 100 იყო. არის, ემართება. გავსწორდით წელში. აი ესე აკანკალა კაცს რა. მე მაგ შედარებას გავაკეთებ აი ასლან აბაშიძის ფენომენთან რა. ხო, მუშაობდით ასლანთან. მე მუშაობდი და დაახლოებული პირიც ვიყავი ასლანთან და იყო მომენტები რომ მქონდა კამათი. ყოველთვის არა, მაგრამ მაინც. 2002 წელს მაგალითად ხო იყო ადგილობრივი არჩევნები ხო. ჩვენ მოვიგეთ, ჩვენმა ჯგუფმა საჩხერეში მოიგო პირწმიდად ყველა დონე რა. გამგებელიც ხო, საკრებულოებიც, მაშინ სასოფლო საკრებულოებიც. და ვაკვირდებოდი მე თვითონ იქ ვიყავი ჩასული და სადაც ხმები რომ დაითვალა დავრეკე ბათუმში ცესკო იქაურ ცესკოში რა ხო და მე ვთხარ როგორ დამთავრდა ციფრები აუ მითხრა წარმატებით არის ყველაფერი როგორ აი ამ რაიონში ამდენი პროცენტი გვაქვს იმ რაიონში არც 1% არ ჩამოდიოდა 97-ს რა 98 მე ვთხარი 3 საათში ვარ ბათუმში საჩხერი დამიდიხარ ხო 3 საათში ბათუმში ვარ მეთქი არ გამოაქვეყნოთ ეგ მონაცემები მეთქი მე დაველაპარაკები უფროს მეთქი დაურეგე პარალელურად ასლაბაშიძეს და მე ვცხარი სასწრაფოდ მოვდივარ არ წახვიდეთ სახლში მეთქი ჩავედი ხო მათ ალბათ სხვა რამე ეგონათ მაგრამ არაფერი მე უბრალოდ კითხვა დავსვი რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ 100%-იან მოსვლას რო აჩვენებ კითხვა ლეგიტიმურია ხო 20% მაინც ხო თურქეთში მუშაობდა იმ პერიოდში აჭარის მოსახლეობა ანუ 20% ადგილზე არ არის და 100%-იანს როგორ აჩვენებ ხო არარეალური ასლან ასეთ რამე მითხრა აი მაგ ციფრშიო რომ ხალხი გასულიაო და 100% მაგის შეიძლებაო საეჭვო იყოსო მითხრა მაგრამ იმას რა უყოთ რომ ხალხი მართლა მაძლევსო მე ხმას რა არ მომცეო ეს უთხრაო არა მე ვთხარი ეგ არ უნდა უთხრა მაგრამ ციფრი იყოს სწორი თუ იქნება მე ვთხარი 80%-იანი მოსვლა და 80%-ში შენი ხმები დაითვლება 80-85%-ს არ გადააჭარბებს მეთქი ესა და ხო ყოფნის მე დაუძახა იმათ ეს ლოგიკაო სწორიაო რა ხო და რაკმა ხო წადითო და ესო გასწორეთო მოსვლის კი არა ადგილზე ყოფთა რაოდენობა მეორე დღეს გამოცხადდა რა თქმა უნდა 85-94% ზოგან 86 და მე მივეცი ჩემ თავისუფლება რომ მიმემართა ოპოზიციისთვის რომ აბატონო 15-16% გააქვთ რესურსი მიიღეთ მონაწილეობა და გამოიყენეთ ეს რესურსი ეს დაგვიტოვე ბატონო ბიზნესა ხო დაგვიტოვე მადლობა 23% დაგვიტოვე დაგვიტოვა კარგად გოხდათ 15% მაგაში უნდა ვითამაშო აქ უნდა ვითამაშოთ 23% პირველ რომელსაც აი ეს ერთპიროვნული მიდრეკილებები აქვს თო მათი იდეა ფიქსი რა არის რაც შეიძლება მაღალი პროცენტი რაც შეიძლება მეტი ნდობა ახლა ბიზნეს გამონათქვამებს დააგვირდი ძველს ჭარბი ნდობა კი ბატონო იცი რა უნდა კითხოთ ახლა ნუ თქვენ აკუსთან შტატიანი თანამშრომელი ხართ უკვე არა შტატიანი არა მაგრამ ხო მაგრამ მუდმივი უშტატო მუდმივი თანამშრომელი ესე თუ ხელფას არ გიხდით არა არც ართმევთ არც გთავაზობთ არც მე არ უხდია არც გთავაზობთ საერთოდ ხო ესე იგი თქვენი დღე არის ორშაბათი აკუსთან ორშაბათი გახლავთ კი ბატონო მე განსაკუთრებით მომწონს ხოლმე აკუს ეს მოფერებითი დაძახებები ახლა თქვენი არის განსაკუთრებულად ისეთი ჟღერს რომ აი ვალერიკო მაგრა ჟღერს კიდე ეძახის ხოლმე ვის გუბაზიკოს ეძახის ნინო ბურჯანაძეს დაუძახე ერთხელ ნინიკო ხო მაგრამ საინტერესოა თავის ცოლს ეძახის ნინას ხო და ბურჯანაძეს დაუძახა ნინიკო
ხო, ეს აქუა, აქუ იმ არის ფენომენია, რომ ასეთ თვისებები არ ქონდეს, აქუ არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ახლა ის მაგიდას ძალიან მაგარი ჟურნალისტურ სივრცეში არის ყველაზე მაგარი კოლორიტი, არ გეწყინოს ოღონდ. არა, მე რა კოლორიტი ვარ, ჯერ არ დოს ჩემი კოლორიტობა. აქუზე გავიზარდი. მართლია. 44 წლის ვარ და მე გავიზარდი აქუზე. მე პირველი ეთერი მომცა აქუ. ხო და მაგას რა დამავიწყებს რა თქმა უნდა. კი დეპუტატი ვიყავ, მაგრამ აი როგორ გითხრა, მწვანე იმაში ვიყავ, ფერში ჯერ გაჭრილი არ მქონა პოლიტიკა და. ხო. პირველი ეთერი რომ მომცა, თავი ასე იგი ვიგრძენი რომ აი რაღაცას წარმოადგენ. ესე იგი აი ერთ ჩვენი ერთ დღეს რომ აღარ მოგიწიოს აქ რას ფიქრებ? იტყვია გარდაიცვალა გელბახი. მართლა არ მოგიწიოს ერთ ჩვენ რომ აღარ დაგირეკო. ჩავთვალოთ რომ დავივარ, ხალხს ეგონება რომ მე გარდაცვლილი ვარ. თქვენ ავტომატურად მიდიხართ თუ გირეკავთ მაინც ორშაბათს? არა, რომ არ დამირეკოს მაინც მივალ, იმიტომ რომ შაბათი ჩემია. ჩვენი დღეა კი. მაგრამ მირეკავს. სულ გირეკავთ. ბოლოს კი ნაუნა კითხოთ იცი ბატონ ვალეს. აი ხა დიდი ხანია ხო რამდენი წელია საადვოკატო სფეროში ხართ? ვადვოკატო 2012 წლიდან. 2012 წლიდან. 13 წელია ვარ ამ სლუჟბაში. აი ესეთი უცნაური საქმეები რა გქონიათ ესეთი? როგორ ამდენი კურიოზები, სადაც აი სამართლებრივი არაფერი არ არის და ნებაა მარტო გამოხატული, მინდა დაჭერა და ვიჭერ. ხო. ახლაც მაქვს ერთი საქმე აპელაციაშია. ცოლმა დააჭერინა ქმარი. და ბრალდება არის მხოლოდ მის ჩვენებაზე. ხო, არაფერი არ არის, არც ექსპერტიზის დასკვნები, არც სხვა, არც დაზიანებები, არც ანსაცმელი, არც გაუპატიო, ესე იგი ცოლ-ქმარ შორის ცოლი დაძდო ბრალი ქმარს რომ აი სექსის დროს მაუპატიურებდაო. ხო, ცოტა სექსის დროს. ანუ ცოლი ქმარს დაძდო ბრალი რომ მაუპატიურებდაო. სექსის დროს. სექსის დროს. ხო. ეს კაცი მე დაიჭირეს ამ 9 წელი მიცეს. ცოლის გაუპატიურების გამო, ანუ დაშორებული ვატურ დაშორდა. ეგ კითხვა როცა დაუსვეს პირველ ინსტანციაში, პასუხი იყო ასეთი, რომ ბავშვის ინტერესების გამო არ დავშორდი. მამა ხო ჭირდებოდა. ის კაცი რამდენი ვნახულობ ციხეში, რამდენი მოდის ხოლმე სასამართლოში, ამბობს, გამაგებინეთ რატო უზივარ ციხეში. საწყალი კაცი, ანუ მაგრამ რაღაცა ხო გაუპატიურება რა შეიძლება რა დაას დაარქვა, ძალადობრივად, ეხლა ცოტა დეტალებში შევედი, ეხლა დამაინტერესა საქმე. დამაინტერესა ხო აი ეს როგორ არის ჩაშლილად. ანუ ძალადობდა და მაგას დაარქვა გაუპატიურება. ხო არ ვერ ესე რა არის ის სასამართლოს არ გააჩნდა რაიმე დასკაი ხო არის მაგრამ თუ ძალას ხმარო ფიზიკურად რაღაცა ნიშნები ხო არ ნაჭრებების ან დაზიანებების ან რამე აი ესეთ კიცებულებები წარმოდგენილი ვერ იქნა ექსპერტიზა არ ჩატარებულა და აქედან გამომდინარე რომ მხოლოდ ერთი ჩვენება დარჩა მხოლოდ სოლის და ამ ჩვენებაზე აიგო საბრალდებო დასკვნა. ცოტა კურიოზული სიტუაცია შეიქმნა რომ მე მგონია რომ სააპელაციო ამას არ გაატარებს ახლა ასე. ეხლა ეს ხო პრეცედენტი ხო არის ხა დაშვებული ხო ამის? ასეთ პრეცედენტები არ გვსვენია. აი ახლა ხო არის უკვე ერთი. ეს კი არის მაგრამ არა ეს ძალაში არ დარჩება. გავიგე მაგრამ აი მაგალითად თუ აი რაღაცა ცოლების რაღაცა ნაწილმა ისარგებლოს ამით. თუ სასამართლო პრაქტიკა ყითელი ხაზი არ გაავლო, არ თქვა რომ ესე აღარ გააკეთოთ თორემ. ხო, რა ვიცება. მაშინ სწორი ხარ, ტენდენცია რა ხარ შეინიშნება რომ არის ასეთი, გაგრძელდება ხა მე სტატისტიკას არ განვიხილავ ხა დღეს თქვენთან, მაგრამ არის ესე სინამდვილეში სექსუალური და ძალადობრივი დანაშაულების აი ისეთი შეფასებებია რომ არ ჭირდება მაგას კვალიფიცირებისია, აი პირველი მეორე კურსის სტუდენტი გეტყვის რომ ეს არის არასწორი შეფასება. არც კი ეკითხებიან არავის პოლიციელები თუ დარეკავს ცოლი და იტყვის რომ ქმარმა შემაგინა, მოდის ოქროს გიფორმებს გაგასახლეს საკუთარი სახლიდან გეუბნება 100 მეტრო აქ აღარ იხვიდა. ჩემ სახლიდან ამ წყვილზე რატო მისი ტყუილი გადის რა არის აი როგორ უნდა დაიცვას აქ ადამიანმა თავი მითხარ სასაცილო ხოა ეს რო შეხედავ ფორმალურად მაგრამ აბა ეს საკუთარ თავზე ნახე როგორი სასაცილოა ადამიანი როგორ შემეცნო აქ ამ შემთხვევაში რა მოხდა იცი ქმრის სახლი წაართვა თოლმა ამ თავის კუზაჭე ამიტომ იყო დაჭერა
მისი დაჭერის მოტივი იყო სახლის დასაკუთრება, მეტი არაფერი. როგორ შეიძლება რომ ქონებრივი ინტერესი გააჩინოს კანონის პროვოცირება. ანუ ვარ კარგი მილიონერი თუ არა ვარ, აი ქონება მაქვს და ცოლმა ჩემმა ჩაიფიქრა რომ მოდი ახლა ეს ბებერიკაზე არ შემჭირდება. დავრეკავ ხა პოლიცია შემაგინა და ამას გავასახლებ აქედან. არა კაცო მაუპატიურებ და იყო. საგარტმევენ, საგარტმევენ. ხო, აქვია. ხო და ამაში ასაკ. დაგიჭერე 9 წელს. სახელმწიფოს როცა სახელმწიფო შენებლად როცა პრეტენზიები გაქვს და ყოველდღე ბრიფინგია წარმატებებზე, როცა ქართულ საზოგადოებას ამას უწყობენ, ეს შიშის ქვეშ ცხოვრება. ამნაირად ვერ დაგიჭერე, ამნაირად დაგიჭერე. ცოლს გადავიბირებ, შვილს გადავიბირებ, რაღაცას ვათქმევინებ და ოჯახში შემოდის სეგმენტი ზუსტად ამ პროვოცირების. და ამას აკანონებს სახელმწიფო და ნუ არ ვიცი თქვენ მიეცეთ ახსნა იუმორისტულია ეს თუ არა იუმორისტული. არა, იუმორისტული არ არის, მაგრამ ესეთი შოკის მომგვრელი იყო. არა, ბიძინას ყავს აკლები, ხო იცი? ხო. ბიძინას ყავს აკლები? ხო, აკლები ყავს. რო იძახიან ზებრა ყავს, აკლები ყავს. სერიოზულად. ან დაზახო გაგიგია შენ რომ აკლემა თუ ჩაიჭოკა შენი კარის წინ, ან მკვდარი ხარ, ან დაჭერილი ხარ. ხო. თქვენ თუ გახსოვთ თავის დროზე ნიცშეს რო აქებდა. რა თქმა უნდა. და რატო აქებდა ნიცშეს? არ ეთანხმებოდა. არა, მე არ დაეთანხმა, ბევრ რაღაცებში, მაგრამ თავარში დაეთანხმა. ნიცშეს ზეკაცის იდეა მოეწონა. ხო. ამ ზეკაცში ბატონო სამი სული, ხო? ერთი არის აკლემის სული, მეორეა ლომკაცის სული, მესამეა ბავშვის სული. ეს ლომკაცი სფინქსია. ლომიკა ხო იცი სფინქსის პირამიდა. აი ეს არის ზეკაცში, ეს ლომია. მაგრამ პირველი ნაწილი ამ სულის არის აკლემი. აკლემი იმიტომ რომ სიმბოლოა, რომ აგროვებს თავის ესე ვთქვათ, კუზებში იმას, რაც უნდა შექმნას და მე უნდა მოაჯდეს. ბიზნეს ეს აკლემი ყავს. დააკაკუ აღარ იჩოქებს, დააკაკუნა მაგალითად ბურჯულას კართან, ჩაისვა წაიყვანა, დააკაკუნა მეორე ბურჯულასთან, ჩაისვა წაიყვანა. აი ესე ვისაც დაუკაკუნებს ეს აკლემი. იმისი ბუნდღარ არ დაიჯერო ახლა შენ რომ ან პრემიერი, ან სუსი, ან შესსო ამას აკეთებს. ისინი სამზარეულოში არიან, საჭმელს უკეთებენ აკლებს და აკლებს იქნება. მე ამასთან ისე დაიჭერე თვითონ. არა, ეს სანამ ყვებავ ეყოლება აკლებს ზურგი აქვს, იმხელა რომ რეზერვი აქვს. უდაბნოში რომ გაუშვა, იქაც რეზერვი აქვს. ეს რეზერვი ფულია. კი ბატონო. ბატონო ვალერი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ. გაიხარეთ. მოგვიკითხეთ ბატონი დავით აქუბარდიაც, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენი სტუმარიც იყო და ძალიან კაი სტუმარი იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გასული ბატონი ვალერი გელბახიანი. გადაცემის სპონსორია ესენსი. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.